ქალაქ მარნეულში, ბორჩალოს ქუჩაზე და სოფელ სადახლოში სტიქიის დროს დაზიანებული ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს. აღნიშნული ხიდები 2024 წლის 26 მაისს ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად დაზიანდა. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ქალაქ მარნეულში ბორჩალოს ქუჩაზე, სადაც მოსახლეობას თავის ინიციატივით წლების წინ ჰქონდა აშენებული ხიდი მდინარე ალგეთზე. მოგახსენებთ, რომ 2024 წლის 26 მაისს ქალაქში მოხდა სტიქიური, ესე ვთქვათ, უბედურება, მდინარე ადიდდა, დააზიანა ინფრასტრუქტურული ობიექტები და მათ შორის დაზიანდა ბორჩალოს ქუჩაზე მდინარე ალგეთზე არსებული ხიდი. ხიდი მთლიანად იყო წაღებული მდინარის მიერ, ჩვენ დავაპროექტეთ და გავაკეთეთ სტანდარტის შესაბამისი ახალი ხიდი. ამ ეტაპზე დაწყებულია ხიდის მშენებლობა, რომელიც დაფინანსებულია სრულად სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება შეადგენს 390,000 ლარს და პროექტის მიხედვით უნდა დასრულდეს მიმდინარე წლის მაისის ბოლოს. დაახლოებით 1 წელია სტიქიის შედეგად დაზარალდა ჩვენი ხიდი. არის სრულიად წყობრიდან გამოსული, რაც დიდ პრობლემებს გვიქმნის გადაადგილებაში. მადლობა მინდა გადაუხადო მარნეულის მერიას, რომ გვიკეთებენ ხიდს. იმედი მაქვს, სარეაბილიტაციო სამუშაოები მალე დასრულდება. არაერთი ინფრასტრუქტურული ობიექტი დაგვიზიანდა 2024 წელს და მათ შორის იყო სოფელ სადახლოში არსებული საავტომობილო ხიდი. ეს ხიდი პირველად 1978 წელს აშენდა მამაჩემის ხელმძღვანელობით. წლების განმავლობაში უპრობლემოდ ვიყენებდით. შარშანკი წყალდიდობის შედეგად ძალიან დაზიანდა და ხიდის სარგებლობა სახიფათო გახდა. ასევე ახლოს გვაქვს სასაფლაო და გვიჭირს სარიტუალო პროცესების შესრულება. ადგილობრივებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ხიდის მშენებლობა. შარშან 26 მაისს წყალდიდობის შედეგად, ისევე როგორც მთელ მარნეულს, ჩვენც მოგვადგა ზიანი. დაიტბორა სახლები რკინიგზის უბანში. ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაუწიეს დაზარალებულ ოჯახებს. ახლა კი მერიის ინიციატივით კეთდება ხიდი. მარნეულის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ბექა აბდელანი ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ სამომავლოდ იგეგმება ქალაქ მარნეულში ლაღიძის ქუჩაზე, ეგრეთ წოდებული ბაზრის მიმდებარედ ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლისთვისაც ტენდერი უკვე გამოცხადებულია. რაც შეეხება ლაღიძის ქუჩაზე გადასასვლელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიას, რომელიც ასევე სტიქიამ დააზიანა, აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით არის გამოცხადებული სატენდერო დოკუმენტაცია მშენებლობაზე და ველოდებით ტენდერის დასრულებას, დასრულების შემდეგ გაფორმდება ხელშეკრულება და მიმდინარე წელს დავიწყებთ ამ სამუშაოებსაც და ვიმედოვნებთ, რომ წლის ბოლომდე დავამთავრებთ სამშენებლო სამუშაოებს. სამშენებლო სამუშაოების სავარაუდო ღირებულება არის 630,000 ლარი, მოიცავს ხიდის ორივე მხარეს მისასვლელების რეაბილიტაციას და საყრდენი კედლების მშენებლობას, რაც განტვირთავს ქალაქში მოძრაობას. აღნიშნული სამუშაოების ბიუჯეტი სადახლოში 1,248,000 ლარს შეადგენს, ხოლო ბორჩალოს ქუჩაზე 390,000 ლარს.